სამშვიდობისა მეგობრებო, როგორ ხართ? დღევანდელი გაშლა მინდა დავიწყო უდიდესი მადლიერებით, რასაც თქვენ გამოხატავთ ჩემს მიმართ და ძალიან ბედნიერი ვარ ხოლმე, როცა მიწერთ, რომ რეზონირდება თქვენზე. და ასევე მინდა გთხოვოთ ლინკს ჩავაგდებ კომენტარებში, ამ ვიდეოს კომენტარებში და რომ გამოიწეროთ ჩემი Facebook გვერდიც, ძალიან გამახარებთ. იქ ეს გვერდი მაქვს უფრო Facebook გვერდი მაქვს უფრო კოუჩინგური ვიდეოებით და ტექსტებით დატვირთული და ისიც ძალიან წაგადგებათ. მადლობა წინასწარ. დღევანდელი გაშლა იქნება უფრო სტანდარტული. თქვენი ადამიანი, ვისაც თქვენ ფიქრობთ, რას ფიქრობს და რას გრძნობს თქვენს მიმართ. დავიწყოთ. თქვენი ადამიანი რას ფიქრობს? ჯერ ეს ვიკითხოთ, რას ფიქრობს თქვენზე? თქვენი ადამიანი, ვინც ჩაიფიქრეთ, წარმოთქვით მისი სახელით გულში, იფიქრეთ მასზე და გავიგოთ, რას ფიქრობს ის თქვენზე. მეგობრებო, სავარაუდოდ ეს გაშლა ეხება ისეთ წყვილებს, რომლებიც ამ წუთას ერთად არ არიან. ერთად არ ხართ სავარაუდოდ, უფრო უმეტესად არა, ისეთ წყვილებს ეხებათ, რომლებიც ამ წუთას არ არიან ერთად, პაუზა არის დასასრული, რაც არის, ერთად არ აქვთ კონტაქტი. და ეს ადამიანი თქვენზე ფიქრობს, რომ თქვენ აღმოჩნდით ისეთი ქალი, მე უფრო ძირითადად ქალების გადმოსახედიდან ვსაუბრობ ხოლმე, მოკლედ რა ვიცი, თუ კაცებიც მიყურებთ, თქვენს თავზე შეაბრუნეთ, თქვენ ხართ ისეთი ადამიანი, ასე ვიტყვი, მაშინ რომელმაც უდიდესი სიძლიერე გამოიჩინა მის წინაშე და ის ფიქრობს, რომ თქვენ დაასრულეთ ეს ურთიერთობა და შეიძლება არ გინდოდათ ამის დასრულება, მაგრამ იძულებული გაგხადათ, რომ ძალით დაგებლოკათ თავი რაღაცნაირად და ფიქრობს, რომ თქვენ ხართ საკმაოდ ძლიერი ადამიანი ამის გამო, რადგან შეიძლება თვითონ ამის ძალა არ გააჩნია. ასევე ფიქრობს, რომ თქვენ მასზე საკმაოდ დიდი ზეგავლენა გაქვთ, რის გამოც, ამ ურთიერთობის დასრულების გამო ის საკმაოდ დეპრესიულად, ცუდად გრძნობს თავს. ხო, თქვენ რომ მისგან ხართ ჩაკეტილი, ის გრძნობს თავს ძალიან ცუდად. თქვენ მიაჩნი ხართ ქალად, რომელიც ძალიან სავსეა. შეიძლება თქვენი ფინანსებიც გაქვთ, კარიერის მხრივაც ძალიან კარგად ხართ, გარეგნობაც გიწყობთ ხელს, რომ შვენივრად გრძნობდეთ თავს და ფიქრობს, რომ თქვენ არაფერი გიჭირთ.
მაგრამ ასევე აქვს იმის ფიქრები, რომ ეს ურთიერთობა შეიძლება ადრეც მომხდარა იგივე სიუჟეტი თქვენს ურთიერთობაში და ეხლაც იგივეს ფიქრობს, რომ შემოbrunდება რაღაცნაირად ეს ურთიერთობა და ეხლა კი შორს ხართ, მაგრამ რაღაცა საბედისწერო ადამიანად აღგიქვამთ და ოდესმე მაინც ისევ გადაეყრებით ერთმანეთს. ხო, რადგან ფიქრობს, რომ ეს აუცილებელია თქვენთვის, მისთვის აუცილებელია და ფიქრობს, რომ თქვენს გესაჭიროებათ ეს ყველაფერი, რომ თქვენ ერთად იყოთ ბედნიერები. ფიქრობს, რომ ესე იქნებით. ყოველ შემთხვევაში, ეხლა ამ სიშორის გამო საკმაოდ ცუდად გრძნობს თავს და თქვენზე ფიქრობს, რომ აი ესეთი საკმაოდ ძლიერი ქალი ადამიანი ხართ და მასზე დიდი ზეგავლენა გაქვთ და თქვენ არ გრძნობთ თავს ისე ცუდად, როგორც თვითონ. თვითონ ძალიან ცუდად არის. რაღაცა შეიძლება ღამის კოშმარებიც ესიზმრება ამ ყველაფრის გამო და ძალიან განიცდის. აი, ეხლა ვნახოთ რას გრძნობს თქვენს მიმართ. ისეთ განცდებშია, რომ გრძნობებით შესაბამისი ექნება, მაგრამ კითხოთ ტაროს, ეს ადამიანი რას გრძნობს თქვენს მიმართ, ვინც მიყურებთ ეხლა. ეს ადამიანი, ვინც ჩაიფიქრეთ, რას გრძნობს თქვენს მიმართ? რა გრძნობები აქვს? მეგობრებო, როგორც ვამბობდი, ხო, ამ წუთას ძალიან რაღაც ემოციურ დისბალანსშია ეს ადამიანი და რასაც ქვია, მიყვება დინებას და გონია, რომ ეს არის უკაცრავად მომეწია გაჩერება. გონია, რომ ეს არის სწორი მიდგომა და გრძნობებს რაც შეეხება უდიდესი ვნება, მიჯაჭვულობა, ემოცია, სიყვარული აქვს თქვენს მიმართ, მაგრამ ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი დასრულებული, განულებულია, რაღაცა ტრანსფორმაცია განიცადა ამ ურთიერთობამ, ან თვითონ თქვენს ამ ურთიერთობაში თქვენს და მანაც ძალიან დიდი ტრანსფორმაცია განიცადეთ და ფიქრობს, რომ ალბათ რაღაც დოზით საჭირო იყო ეს ყველაფერიცო, მაგრამ ასევე ცოტა შეიძლება იმის ეჭვიც ჰქონდეს, რომ ეს ურთიერთობა დაასრულეთ შეიძლება მესამე პირების გამო. ანუ არ არის აუცილებელი ვიღაცა საპირისპირო სქესის წარმომადგენელზე იყოს საუბარი, შეიძლება ვიღაცის მეგობრის, ნათესაობის მშობლის საუბრების გამო დაასრულეთ ეს ურთიერთობა. ასე ფიქრობს თვითონ ფიქრის დონეზე. ხო, მაგრამ ფიქრობს ასევე, რომ ეს ყველაფერი უნდა განულდეს, ეს რაღაც სტაგნაცია თქვენს ურთიერთობაში გაჩერება უნდა განულდეს, უბრალოდ განულდება კიდეც, ესე ფიქრობს და აპირებს მოსვლას. ოღონდ მეგობრებო, ეს მოსვლა არ იქნება აი ეხლა ძალიან მალე. ვერ შეგპირდებით ამას, ძალიან მალე ვერ მოვა, იმიტომ რომ საკმაოდ ესეთი ნელი ადამიანია, შეიძლება სხვა რაღაცებში საკმაოდ სწრაფი და ენერგიულია, მაგრამ ისე აი ურთიერთობებში საკმაოდ ნელია, ბევრი ფიქრი ჭირდება, რა ნაბიჯები გადადგას ხოლმე ურთიერთობაში. ამ წუთას გატრიალებულია, მაგრამ თქვენს მიმართ უდიდესი ემოციები აქვს ისევ
და ფიქრობს, რომ ახალი დასაწყისი უნდა იყოს აი ამ ურთიერთობაში აუცილებლად. ოღონდ ასეთ სწრაფად ვერ იქნება. თვითონ აი ეს რაღაცა პატარა გამონათებებით და ნელი ნაბიჯებით გაგრძნობინებთ, რომ ის ისევ თქვენზე ფიქრობს. და ოდესღაც გამონათდება და მოვა. კაი. მოდი ვნახოთ. მოდი ვნახოთ, რომ მოვა, რითი მოვა, ესეც დავამატოთ. რა ნაბიჯებს გადმოდგამს, ოდესღაც რომ მოვა, გადაწყვეტს იმისას. რა ნაბიჯებს გადმოდგამს თქვენსკენ? რა ნაბიჯებს გადმოდგამს ის ადამიანი თქვენსკენ, ვისზეც ფიქრობთ ახლა თქვენ? რა ნაბიჯებს გადმოდგამს? საკმაოდ ისეთი ადამიანია, დაბნეული. აი როგორც წეგან აღნიშნე, მეგობრებო, ძალიან ბევრს ფიქრობს ამ ყველაფერზე. ეხაც ფიქრობს, რომ თქვენთან ძალიან სერიოზული ურთიერთობა უნდა, მაგრამ ერთს დავამატებ კიდე, არ ვიცი, შეიძლება ვინმეზე რეზონირდეს ეს. ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს ესეთი, რომ ეს ადამიანი შეიძლება ცოლიანია და ამის გამო უჭირს თქვენთან ნაბიჯების გადმოდგმა. და შეიძლება იყოს ასეთი ვარიანტი კიდევ. მეორე ვარიანტი არის ის, რომ უნდა თქვენთან სერიოზული ურთიერთობა, ამ ურთიერთობის თავის ხელში აღება, მაგრამ ცოტა უჭირს ამ გადაწყვეტილების მიღება და ამიტომ არის ახლა ესეთ მთვარეში, ფიქრებში გართული, ძალიან ბევრს ფიქრობს, შეიძლება ზედმეტადაც ბევრს ფიქრობს და მიჰყვება ჯერჯერობით დინებას და უნდა რომ ისეთი სწორი გადაწყვეტილება მიიღოს, დიპლომატიური გადაწყვეტილება, ესე მოგიდგეთ რაღაც დიპლომატიურად. ახლა ფიქრობს, რომ ცოტა ისეთიც არის ეგოისტიც, შეიძლება ბევრი არჩევანი აქვს და ფიქრობს, რომ აბა იქნება ვინმე უკეთესიც იყოს ამაზე და დამავიწყოს ეს ადამიანიო. ესეთი ფიქრებიც აქვს და ძალიანაც უნდა თქვენთან ამ წუთას, მაგრამ აი რასაც ქვია, ძალით იბლოკავს თავს, რომ ნაბიჯები არ გადმოდგას, იმიტომ რომ უნდა რომ ბოლომდე დარწმუნდეს თავის გადაწყვეტილებაში, ბოლომდე დარწმუნებული იყოს და ისე მოვიდეს. თუმცა მეგობრებო, როცა მივა იმ დასკვნამდე, რომ ნაბიჯები უნდა გადმოდგას, ნამდვილად მოვა იმ ნაბიჯებს გადმოდგამს, რომ თქვენი ურთიერთობა დაფუძნებული იქნება ერთგულებაზე, პატიოსნებაზე, ზრუნვაზე, სიყვარულზე, რაღაცა წინსვლაზე, ხო, აი საერთო ინტერესები გექნებათ ძალიან ბევრი, არა მარტო სიყვარულში და ურთიერთობაში, არამედ სხვა სფეროებშიც, თუნდაც კარიერაში, ფინანსებში და აი ძალიან ესე თითქოს ორი კრეატიული ადამიანი შეხვდება და დაიწყებს ურთიერთობას. ყველაფერში ძალიან აი ისეთ ურთიერთობას დაიწყებთ ამ ყველაფრის ფონზე, როცა ეს ადამიანი მოიტოვებს თავის წარსულში, დატოვებს ამ ტანჯვას, სევდას, როგორც ეხლა არის, მაგალითად, დატოვებს და მოვა თქვენთან აი ასეთი ნაბიჯებით, რომ თქვენ აი ესეთი ერთგულებით, მზრუნველობით, სიყვარულით სავსე ურთიერთობა შექმნათ.
მე მგონი არ არის ცუდი დასასრული ნამდვილად. უბრალოდ მოდი ვიკითხოთ ეხლა, კაროს ვკითხოთ კიდევ ერთი რამ. ითქვე რამდენად გიღირთ ამ ადამიანის ლოდინი. რამდენად გიღირთ ამ ადამიანის ლოდინი. რამდენად გიღირთ თქვენ რომ ელოდოთ ამ ადამიანს. მეგობრებო, აი ისეთი ხმლების მეფე ამოგვევიდა. ეს არის ის ადამიანი, რომელიც არის ახლა თქვენგან შორს გაციებული და რომელსაც ელოდებით. და ელოდებით როგორ? რომ აი ერთი მისი პატარა ესე ვთქვათ გაფართხალებაც კი თქვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. და აი ამისთვის, აი ამ პატარა რაღაცა ნაბიჯისთვისაც კი შეიძლება ელოდოთ და იმედი იქონიოთ, რომ ეს ადამიანი მალე დაბრუნდება და იმას მოგცემთ, რაც თქვენ გჭირდებათ. საკმაოდ გული გაქვთ ნატკენი და ცოტა ისეთი აი შინაგანი ბრძოლებიც მიმდინარეობს თქვენში, ასევე ემოციურადაც ძალიან აი არიცით რა იფიქროთ, ძალიან ბევრ ამას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით, არა და რეალურად ძალიან საოცრად მიმზიდველი წარმატებული ქალბატონი ხართ, ადამიანი ხართ, რომელსაც შეუძლია რეალურად თქვენს ცხოვრებაში არის ისეთი სიტუაცია, აი ამის გარდა, ამ პირადის გარდა, რომ ბევრ რამეს შეუძლია, რომ თქვენს ცხოვრებაში თქვენ მოგანიჭოთ ბედნიერება, მაგრამ თითქოს ამ ყველაფერს ვერ ხედავთ. და ხართ აი რაღაცნაირად აი როგორ ვთქვა, შეიძლება ბევრ ხალხში ტრიალებდეთ, ბევრ ხალხს უყვარდეთ, მაგრამ მაინც მარტო გრძნობთ თავს, აი რაღაცა სულიერად ძალიან გამოფიტული ხართ. რას გირჩევთ ტარო? აი აქედან გამომდინარე, ხა ჩვენ ვიკითხეთ რამდენად გიღირთ ლოდინი, ხო? აქედან გამომდინარე, რაც აქ აჩვენა ტარომ, ხო, ის დამავიწყდა, რომ ეთქვა, ასევე ტარო აჩვენებს, რომ უკეთესია იყოთ აი ასეთ მდგომარეობაში ყოფნას, შეიძლება შინაგანად ელოდებოდეთ ადამიანს, იმიტომ რომ ძალიან გიყვართ და გინდათ მასთან ყოფნა, მაგრამ არ იყოთ გაჩერებული ცხოვრებაში, ეს თქვენს ხასიათზე არ მოქმედებდეს და აი ესე შინაგანად დაცარიელებული არ იყოთ და იყოთ ზომიერებაში, ხო, რაღაც მიხედოთ თქვენს ცხოვრებას, თქვენს სხვა საქმეებს, აი ამის გარდა ხო გაგაჩნიათ სხვა საქმეები და მიხედოთ ამ ყველაფერს. და არ იყოთ აი ესეთ რაღაცნაირად განულებულ მდგომარეობაში და ძალიან დეპრესიაც, ხო, შეიძლება დეპრესია დავარქვა, რომ აი ესე თითქოს უსიცოცხლო მდგომარეობაში, გულნატკენი უსიცოცხლო მდგომარეობაში არ იყოთ. რადგან თქვენს გარშემო ძალიან ბევრი რამე ხდება ისეთი, რაც მოგანიჭებთ ბედნიერებას და ჯობია ეს ყველაფერი დაინახოთ. აი ამ შემთხვევაში კიდე შეიძლება იყოს ეს ლოდინი გამართლებული
თუ თქვენს თავს და თქვენს ცხოვრებას მიხედავთ და ამ ლოდინს არ გადააყოლებთ თქვენს ცხოვრებას. ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს გამართლებული ლოდინი. სხვა შემთხვევაში არა. ტარო რას გირჩევთ? ხო, ამ შემთხვევაში ესე რომ იქნებით, შეიძლება თქვენს ცხოვრებაში, ესე კარგად რომ იქნებით და მიხედავთ თქვენს ცხოვრებას, შეიძლება საერთოდ სხვა ადამიანიც კი გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში და სრულიად დაგავიწყოთ ის ადამიანი. ადამიანის ლოდინი, ადამიანზე ფიქრი არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ უნდა განადგურდეთ და თქვენს ცხოვრებას და თქვენს თავს აღარ მიხედოთ. რას გირჩევთ ტარო? ამ საკითხთან დაკავშირებით. ტაროს რჩება აი ამ საკითხთან დაკავშირებით. რას გირჩევთ ტარო? აი ზუსტად ის რაც ეხლა ვთქვი. აი ესეთ დეპრესიულ მდგომარეობიდან გამოსვლას. და რას ნიშნავს ეს? თქვენ მუდმივად ხართ რაღაცნაირად გულის და გონების ჭიდილში და ამის გამო შეიძლება აი როგორ იყოთ იცი, აი ხელი გქონდეთ ყველაფერზე ჩაქნეული, რომ არაფერი აღარ იქნება ცხოვრებაში, ხო? აი რადგან ეს რაც გინდათ ეხლა ვისაც ელოდებით არ ხდება ეს და აი რაღაცენ თავი მიანდეთ აი ამ დინებას და აღარაფერს აღარ ცდილობთ, აღარაფერს აღარ აკეთებთ. ტარო გირჩევთ რომ დაინახოთ თქვენში ვარსკვლავი. თქვენ ხართ ადამიანი ვარსკვლავი, რომელსაც შეუძლია ძალიან ბევრი რამის გაკეთება. შეიძლება მე არ ვიცახი რომ ვინმეს ამნეზია დაემართება და წარსული დაავიწყდება, მაგრამ ტარო გირჩევთ ზუსტად აი ამას. გადაერთეთ თქვენ საქმეებზე, დააბალანსეთ თქვენი პირადი ცხოვრება და თქვენი კარიერა ან სხვა საქმეები ერთმანეთთან და ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი, აი ეს თქვენი ლოდინი იქნება გამართლებული და რეალურად შეიძლება, როგორც წეგავ თქვი, აღმოჩნდეთ საერთოდ სხვა სიტუაციაში, საერთოდ სხვა ადამიანი აღმოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში, რომელიც იმაზე მეტად გაგაბედნიერებთ, ვიდრე ეს ადამიანი და ამდენ ტანჯვას არ მოგაყენებთ თავისი წასვლით. ტარო გირჩევთ, რომ აი ამ დეპრესიული, ემოციებისგან დაცლილი და სიტუაციაში შეგუებული მდგომარეობიდან გადაერთოთ საკუთარ თავზე, საკუთარ კარიერაზე და რაც შეიძლება თქვენი ენერგია დახარჯოთ აი ამ საქმეებზე. რაც შემდეგ გაგხდით ზუსტად იმ ადამიანს, იმ ვარსკვლავ ადამიანს, რომელსაც შემდგომში შეიძლება საერთოდ აღარ მოუნდეს იმ კაცთან ყოფნა. აი ეს არის თქვენი რჩევა ტაროსგან და მე ვფიქრობ, აი უზომოდ კარგი რჩევა არის. არ ვიცახი რომ ძალიან იოლია გასაკეთებლად, შეიძლება ვიღაცები დეპრესიულად ხართ, ლოგინიდან ადგომაც კი არ გინდათ და მთელი დღე შეიძლება ხალათით და პიჟამოებით დაიარებოდეთ იმის გამო, რომ აი არაფრის კეთების სურვილი არ გაქვთ საერთოდ და მარტო ტირილი გინდათ. გეტყვით რომ მესმის თქვენი და ძალიან რთულია ესეთი ყოფა და აი ამ მდგომარეობიდან გამოსვლა, თუმცა თქვენი ძალები რაც გაქვთ, რაც კი შეგრჩენიათ, აი იოტის სოდენა ძალაც რომ გქონდეთ დარჩენილი, ეგ ძალა გამოიყენეთ საკუთარი თავისთვის, დააძალეთ საკუთარ თავს, ადგომა, განცრება, გამოძრავება და გადაერთეთ თქვენს კარიერაზე. თქვენს სამსახურზე, ფულის გამომუშავებაზე და სულ რამოდენიმე დღეში მიხვდებით, რომ არც ისე ცუდი ყოფილა ცხოვრება, როგორადაც ახლა აღიქვავთ და როგორ ტრაგიკულადაც გრძნობთ თავს. ალბათ ახლა ფიქრობთ, რომ თქვენზე უბედური ადამიანი არ არსებობს ამ ქვეყანაზე და მხოლოდ ის ადამიანი და
და მისი მოსვლა გაგაბედნიერებთ, მაგრამ რეალურად თქვენი ცხოვრების ბედნიერება და თქვენი ცხოვრების წინსვლა, წარმატება ყველაფერი თქვენს ხელშია და არა ვიღაც ხვის ხელში. არასდროს მისცეთ ვინმეს იმის უფლება, რომ თქვენი ცხოვრება იყოს მის ქმედებებზე დამოკიდებული. ანუ იმაზე, რომ ის თუ თქვენთან იქნება კარგად ხართ, თუ არ იქნება ცუდად ხართ. არასდროს მისცეთ ვინმეს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება, აი ამის უფლება. ეხლა დაგემშვიდობებით, წარმატებებს და ბედნიერებას გისურვებთ ცხოვრებაში. ჩემი დახმარება თუ დაგჭირდებათ, იცით სადაც უნდა მომძებნოთ, შემეხმიანეთ, დიდი ფასტებლებები მაქვს სესიებზე. WhatsApp-ში ან Viber-ზე მომწერეთ ნომერზე, მითითებულ ნომერზე, იმაში აღწერაში არის მითითებული ნომერი, მომწერეთ და მალევე გიპასუხებთ. კარგ საღამოს გისურვებთ, დროებით.